წერილი ნომერი 5. ვის უწოდებს სააკაშვილი მოლაპარაკე თავებს. პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. წვავე დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში და პერსონალური თავდასხმები. Დამოუხსნელია, რატომ დადგა დღის წესრიგში საერთოდ ალიანსზე ამ ტიპის საუბარი, თუნდაც ოპოზიციის დისკრედიტაცია. დაიშლებიან, აღიარებენ ლიდერად თუ გაჩუმდება ექს-პრეზიდენტი. გაერთიანებაში თავს იყრიან ყველა დროის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთიანდებიან ისინი გარედავალებების ლიკვიდების შესაბამისად და ამ შემთხვევაში აუმხედრდნენ მიხეილ სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მისისტები. ევროპის უსაფრთხოების ახალი რკალი, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე. გეოპოლიტიკური კითხვა, რა გვინდა მომავალში? შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ გვინდა ის დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი საქართველოსთვის და საქართველოს როლი ევროპის გამოწვევებში. ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. დელფოსის ეკონომიკური ფორუმის სახელწოდებით ახალი შოკი. გაჭიანურებული ომი. ორმუზის სრუტე ისევ პარალიზებულია. ნავთობის ფასები იწევს. დეფიციტია სასუქის. ეს ყველაფერი ბირთვული იარაღის გამო ხდება. ირანს არ უნდა ჰქონდეს ატომური ბომბი და არც ექნება. შეძლებს თუ არა პაკისტანი მხარეების დაზავებაზე. ამ ეტაპზე ბირთვული საკითხი ვეღარ იქნება მოლაპარაკებების მთავარი თემა. მოლაპარაკების მეორე რაუნდის მოლოდინი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონკურენტ კურიერი 9 საათზე დღეს 24 აპრილია გიყვები დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. წერილი ნომერი 5 გაჩუმებას არ აპირებს. თვლის რომ ყოფილ თანაგუნდელებს მისი აჩრდილი აშინებთ და მთავარი სიმძიმის ცენტრი ოპოზიციაში ის არის. მუდმივად არიგებს ჭკუას, თავს ესხმის, არ მოსწონს მათი სტრატეგია. თვლის რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არც უნარი და არც საკმარისი რესურსი. ერთობის ილუზია კვლავ დაიმსხვრა. ოპოზიციურ ალიანსში უკვე ღია პოლიტიკური ომია და ყველაფერი დაშლისკენ მიდის. ტელესტუდიებში მოკალათებული ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილი ყოფილ ნაციონალებს ამჯერად ეთერების შესავსებ მოლაპარაკე თავებს უწოდებს, რაც უკვე პერსონალური თავდასხმაა დანარჩენი 8 პარტიისთვის. სხეულის ეს ნაწილი დღეს აქტუალური იყო ლევან ხაბეიშვილისთვისაც. თავი ხომ არაფერს მიარტყით, ეკითხება ნაციონალების ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ ნაციონალებს და აინტერესებს, რას აკეთებენ ისეს 10 მაისამდე და რატომ არ გადიან მანამდე რეგიონებში. რეგიონებში გასვლა ოპოზიციას 26 მაისისთვის სჭირდება. ეს მათი შორეული წარსულის რევოლუციის ნაცადი გზაა, თუმცა დღეს არც 2003 წელია და მიხეილ სააკაშვილიც არ არის არათუ მთლიანი ოპოზიციის, არამედ დაშლილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერიც. ამის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გარეშე ოპოზიციას არც მუხტი აქვს და არც გამარჯვების შანსი. როცა ალიანსის შიგნით ერთმანეთს მოლაპარაკე თავებს ეძახიან, რთულია საკუთარ ელექტორატს მაინც დააჯერა, რომ ეს გუნდი ერთად ბრძოლისთვის მზად არის. მყიფე ერთობა დაშლის პირასა რაც უფრო მეწერილს აგზავნის ციხიდან სააკაშვილი მით უფრო მწვავდება დაპირისპირება თვენახევრის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსში. დაიშლებიან, აღიარებენ უპირებურ ლიდერად თუ გაჩუმდება თავად ექს-პრეზიდენტი დისტანცირების რეჟიმით ჩართული ნდობის გარეშე კი არ არსებობს არც ერთი ალიანსი. არც ალიანს ტოვებს, არც მის წესებს ემორჩილება და არც ციხიდან წერილების გამოქვეყნებას წყვეტს. მიხეილ სააკაშვილის მურიგი Facebook გზავნილი ოპოზიციისთვის წინაზე უფრო კრიტიკული აღმოჩნდა. ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური ამბიცია იქამდე მივიდა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ტელეეთერების შესავსებ მოლაპარაკე თავებს და რეალობას აცდენილებს უწოდებს. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხო. მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში. თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. თუ გაჩუმდება შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს. ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. სააკაშვილი გაჩუმებას არ აპირებს. გაერთიანებაში დარჩენის ერთადერთი გზა კი წესების დაცვაზე გადის. შეთანხმების პრინციპების ერთგულება, პერსონალური შეურაცხყოფისგან თავშეკავება და უარი ერთპიროვნულ ლიდერობაზე. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ ვინც წითელ ხაზებს გადაკვეთს, ის ალიანსის მიღმა აღმოჩნდება. პერსონალური თავდასხმა არის პრობლემა და ეს არის სხვა რამ. კრიტიკა თუნდაც ჩვენი გადაწყვეტილებების სავსებით ნორმალურია, თუმცა ოდნავ უცნაური, იმიტომ რომ როცა წარმომადგენელი ყავს ალიანსში და მსხვილი წევრი ხარ ალიანსის, რა ვიცი, მაშინ იქ უნდა შეძლო, რომ რაღაცა შენი პოზიციები გაიტანო.
გაფრთხილებას ულტიმატუმით პასუხობენ სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ თუ ყოფილი და მოქმედი ნაციონალების გაერთიანება ანტიმიშას ალიანსად იქცევა, ერთობაც დაიშლება. ეს ალიანსი ვერ იქნება ანტიმიშა ალიანსი, თუ ვინმეს მოუნდება, რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით და არ მგონია, რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ გადაიქცევა, ბუნებრივია იქ ჩვენი ადგილი არ იქნება. ძველი სახეებით დაკომპლექტებულ ახალ ალიანსში ღია დაპირისპირების, უთანხმოებისა და კრიზისის საფუძველი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სააკაშვილის კრიტიკული პოსტი გახდა. ექს-პრეზიდენტის გუნდში ამტკიცებენ, რომ წერილი სარეკომენდაციო ხასიათის იყო. ალიანსის სხვა წევრებისთვის კი სააკაშვილის Facebook სტატუსი ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. Facebook პოსტებით გამოეხმაუროს, არ აქვს ამ კაცს უფლება, ცენზურა უნდა დაუწესოთ, რომ თუ რაღაცას ჩათulis და გაკრიტიკება მოუნდება ამა თუ იმ ჩვენი მხრიდან პოლიტიკური, აი ამ ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების ან მოძრაობის თავისი აზრი გამოთქმას ყოველგვარი პოლიტიკური რაღაცა თავდასხმის და ბრალდების გარეშე, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით კარგად წაადგება და მისი გამოცდილება და პოლიტიკური წონა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ფაქტობრივად ამოუხსნელია, რატომ დადგა დღის წესრიგში საერთოდ ალიანსზე ამ ტიპის საუბარი, თუნდაც ოპოზიციის დისკრედიტაცია პირდაპირ თუ არაპირდაპირ ნიშნებით, როდესაც ბატონ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქონდა მანამდე დახურული კომუნიკაცია ჩვენთან, რჩევების სახით შეეძლო გაეზიარებინა, არა საჯაროდ, არამედ დახურულად რა მოწონდა ალიანსში. ალბათ არ მიუვიდა საკმარისი ინფორმაცია საკუთარი პარტიისგან. ვიდრე ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები სააკაშვილის Facebook სტატუსებს განიხილავენ, კოლეგებს საბრალდებო სკამიდან საჯაროდ აკრიტიკებს და ბრძოლის სტრატეგიას უწუნებს ლევან ხაბეიშვილი. რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე გულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი. ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 ნაციონალურ მოძრაობას ეხება. ცოტა არანორმალურია ხალხნო. 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ. თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით. ოპოზიციური ალიანსი ყველა დროის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის გაერთიანებაა მართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ერთნაირობის გარეშე ერთობის პერსპექტივა ნულია. ერთ დროს მტრების, დროებით გაერთიანების მიზანი კი ქართული ოცნების თქმით ქვეყნის საბოტაჟი და რევოლუციური გზით პოლიტიკური რეალობის შეცვლაა. რო შეიკრიბენ პირველივე დღეს აკროდავდა კი რა გითხარით, რომ ძალიან მალე დაიშლებიან მეთქი. რამე განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ნიჭი შეამჩნიეთ ჩემში ოდესმე. რა თქმა უნდა, არა, ეს ლოგიკური იყო. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბენ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი, რომ მთელი ეს თანხები მარტაკოსი რო შეფირდა გზებს ვიპოვითო, შავად გამოვაგზავნითო, ვისთან მივა და ამას სარკვევენ ერთმანეთში. მომხედრდნენ მიხეილ სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები, იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა ისინი აღიქვავენ თუ რამდენად დაზიანებული არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იმას ვერ აღიქვავენ, რომ თვითონაც ანალოგიურად არიან დაზიანებულები, ვინაიდან იმ რეჟიმის ასე ვთქვათ მონაწილეები იყვნენ სააკაშვილთან ერთად და რაც ხელისუფლებაში არ არიან, მუდმივ რეჟიმში ეწევიან ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირებას და მავნებლურ საქმიანობას საქართველოსთან მიმართებით, შესაბამისად, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალკე იქნებიან, ნულოვანი შანსი აქვს ნებისმიერ წარმატებასთან დაკავშირებით. რამდენ ხანს გაგრძელდება ღია დაპირისპირება ოპოზიციაში? მართულ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები პოლიტიკური ერთობის გამოცდეს ვერც ამჯერად ჩააბარებენ. ოპოზიციას სხვა შიდა პრობლემები აქვს საქართველოს და მსოფლიოს კი სხვა დონის გლობალური გამოწვევები. ახლის შოკი ასე ქვია საბერძნეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს, სადაც ევროპის გეოპოლიტიკური უსაფრთხოება მთავარი და ამ პრობლემის გადაჭრაში ერთ-ერთი მთავარი გზა საქართველოსზე გადის. დელფოსის ფორუმზე 1200 დელეგატია ჩასული, მათ შორის იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც დღეს ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი. ეს ევროკავშირს უფრო კარგად დაანახა სპარსეთის ყურის ომმა, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კაცობრიობა იმყოფება გარდამავალ წერტილში, სადაც ძველი წესები აღარ მუშაობს, ხოლო ახალი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ყველა საერთაშორისო ფორუმი დღეს სწორი სტრატეგიის ძებნაშია. საქართველო კი ცდილობს დაანახოს ყველას, რომ შოკიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი სწორედ ევროპისა და აზიის კარიბჭე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ევროპას შესთავაზოს
შეთავაზოს უსაფრთხო ტრანზიტი, ენერგია და სტაბილურობა ახალ რეალობაში. მთავარ პანელსაც ასე ერქვა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი რკალი. საქართველოს გეოგრაფიული და ენერგეტიკული მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია თავად ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ასე პოზიციონირებს დღეს თბილისი უფრო ვრცლად. დელფოსის ფორუმის შესახებ კეთი ზანთარაია ისაუბრებს საბერძნეთიდან პირდაპირ ეთერში. ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა ალტერნატიული გზების განვითარების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ამ გზების ძიებაზე იყო ორიენტირებული დელფოსის რიგით მე-11 ეკონომიკური ფორუმიც. შავი ზღვის, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ყველა იმ შეხვედრაზე და პანელურ დისკუსიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით 2 დღის განმავლობაში კარგი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხელ გაეჟღერებინა ის ხედვები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებს არ ჩაუვლია ევროინტეგრაციაზე საუბრის გარეშე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ საქართველოს აქვს არჩეული პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დასრულდეს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და მის მიხედვით. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი დეტალი, რომ ევროინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის გაფართოება არ დარჩეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულ ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად, ვინაიდან ეს საკითხი თავად ევროკავშირის გაფართოებას მიაყენებს ზიანს და მასზე გავლენას მოახდენს. დელფოსის ეკონომიკური ფორუმი და საქართველოს როლი ევროპის საერთო კეთილდღეობისა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი. ამ სახელწოდებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს განუმარტა, რომ საქართველო არ არის რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი, რაც ქვეყანას დაუცველ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით საქართველოს შტამბეჭ და პროგრესს მიაღწია და შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა მთელი კონტინენტისთვის საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობით. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ახლა მთავარია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევროპის მხრიდან, რაც დაადასტურებს პოზიციას და სურვილს საქართველოს ევროპის პროექტის ნაწილი გახდეს. ევროინტეგრაცია საქართველოში სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ეს აზიანებს მთელ პროცესს, აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების მთელ იდეას. ეს განსაკუთრებით რთულია იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც საქართველო იმყოფება. დიალოგზე, როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოს არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე. საქართველოს არასოდეს შეუჩერებია პროცესი, თუმცა გვადანაშაულებენ, რომ ასე მოვიქეცით. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოსთან არასოდეს დაწყებულა. ეს ევროპული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამას ხშირად ვაცხადებთ. ევროპელი ლიდერები, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო ამისთვის მზად იქნება. საქართველოს ხედვა ძალიან მარტივია. ჩვენ ვმუშაობთ განვითარებისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ გვაქვს დამაკავშირებელი ქვეყნის პოზიცია აღმოსავლეთ დასავლეთის კუთხით და არა მარტო. ევროკავშირსა და საქართველოს ეს შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმუშაოთ. დღეს შავი ზღვა ფაქტობრივად გამყოფი ზღვა ევროკავშირსა და კონტინენტის დანარჩენ ნაწილს შორის. გეოპოლიტიკური კითხვაა, რა გვინდა მომავალში? შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ თუ გვინდა ის დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ? ეს არის ის სამუშაო, რომელზეც ვფიქრობ, ერთად უნდა ვიმუშაოთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის არჩევანი, რომ ეროვნული იდენტობის ნაწილია, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთ სამუშაო სესიაში მონაწილეობისას ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი ახსენა და განმარტა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მინისტრის სიტყვებით, გაფართოება გეოპოლიტიკური პროცესია და ის არ უნდა გახდეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლი. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ყოფილი და მოქმედი
ევროკომისრებიც. სესიის ფორმატში ქონდა კომუნიკაცია მაკა ბოჭორიშვილს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსტანაც. დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს. უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსა, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა. მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. ისტორიული პროგრესი ეკონომიკური განვითარების კუთხით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ბიზნეს სექტორი და უცხოური ინვესტიციები. საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით ქვეყანა დღეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის სტატუსით პოზიციონირებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შუა დერეფნის საჭიროების გაზრდა მინისტრის განცხადებით კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ რეგიონული და გლობალური ტრანსპორტის სისტემის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. დღეს დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო ამ დერეფნის მნიშვნელობის ასახსნელად, თუ სურათს რეალურ დროში შევხედავთ. მისი მნიშვნელობა ძალიან ნათლად ჩანს. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ამ დერეფანს უფრო ფასეულს ხდის. ვართ თუ არა, ჩვენ ამისთვის მზად, დიახ, ვართ. ჩვენ საქმის, ჩვენი წილი შევასრულეთ ამ დერეფნისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში ინვესტირებით. თუმცა ცხადია, არსებობს კიდევ მრავალი შესაძლებლობა იმისა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს დერეფანი და ამისთვის ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ვიმუშაოთ პირველ რიგში იმაზე, როგორ დავიცვათ ის, როგორც უსაფრთხო გზა. როგორ გავამყაროთ მშვიდობა და სტაბილურობა და მეტად განვავითაროთ დერეფანი, რათა ის ყველასთვის უფრო მომგებიანი გახდეს. საბერძნეთის ისტორიულმა ქალაქმა დელფოსმა მე-11 ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი, 1200 სპიკერი, 200 პანელური დისკუსია, ათეულობით მინისტრი და ევროპული ქვეყნების ლიდერები. 23-24 აპრილს მიმდინარე ფორუმზე საქართველოსდან გზავნილები ღონისძიების მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცნო. ნაცვლად იმისა, რომ მომავალზე გააკეთოს აქცენტი, გამოიყენოს ვითარება, როდესაც ევროკავშირისთვის საქართველო ხდება სტრატეგიული მიმწოდებელი, ენერგეტიკული ფილტვი, შავი ზღვის კაბელი და ევროპისკენ მიმავალი ტვირთების მთავარი ჰაბი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში და პოლიტიკურ საკითხებში ჩარავიდა საქართველოს მოქალაქეების დაშინებით არის დაკავებული. ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მნიშვნელოვნად შეუძლია ხელი შეუწყოს ევროპისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ პროექტებს, რაც მის კარიერაში შესაძლოა ყველაზე დიდ წარმატებად ჩაიწეროს, თუმცა პოლონელი დიპლომატი მასპინძელ ქვეყანას ისტორიულ ტრაუმებს ახსენებს, ბნელი წარსულით ემუქრება და თვლის, რომ თუ ბრიუსელის დირექტივები არ შესრულდება, ქვეყანას ომი და შიმშილი ელის. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი თავისი განცხადებების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება დაბარებული. სამოქალაქო ომის შეხსენება, манипуლირება, ერის ძველი ტკივილები და ემოციური შანტაჟი პოლიტიკასა და დიპლომატიაში მხოლოდ ცუდი ტონი არ არის. ეს ვენის კონვენციის დარღვევაცაა, რაც მთავარი სახელმძღვანელოა ნებისმიერი ელჩის საქმიანობაში. კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა ენიჭება ელჩს, რომელიც არაერთ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმოადგენს. პაველ ჰერჩინსკის და მაკა ბოჭორიშვილის გასაუბრება მაშინვე შედგება, როცა ელჩი ბრიუსელიდან დაბრუნდება საქართველოში. ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც გამოიწვია სამართლიანად ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება. დიპლომატის განცხადებას დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება. ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში მისვლა მოუწევს, იმისთვის რომ საკუთარი ნათქვამი ახსნას. უახლოეს პერიოდში გადაწყდება საქართველოს ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება
ბნელ წარსულში. ელჩის ეს განცხადება მმართველ გუნდში ღია მუხარად უკვე შეფასდა. როგორ აფასებს თავად ჰერჩინსკი, ამას ის უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს ეტყვის, რომელიც თავის მხრივ დიპლომატს მწვავე გზავნილზე ხელისუფლების პოზიციას გააცნობს. ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია ნამდვილად მუდმივად უგულვებელყოფა ქართული ხალხის ინტერესების და ქართული ხალხის არჩევანის მაშინ, როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართული ხალხის ინტერესებით სპეკულირება და ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. პაველე ჰერჩინსკის მისამართით შეკითხვები დაგროვდა. ელჩის მხრიდან ქართული ოცნების კრიტიკა ახალი არ არის, თუმცა ახალია ტონი, რომელიც მმართველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უმრავლესობის თქმით, ელჩი ახლა უკვე ღია მუხარის ტექსტებით აკეთებს მოწოდებას მოქმედი ხელისუფლების შეცვლისკენ, განსხვავებით წინა საარჩევნო პერიოდისგან, როდესაც ამას შეფარვით ცდილობდა. საპარლამენტო არჩევნები ამის კარგი მაგალითია, როდესაც ფაქტობრივად რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ მოუწოდა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქართული ოცნებისთვის ხმა არ მიეცათ. მაგრამ ამ შემთხვევაში იქ უკვე ყველანაირი საზღვარც ხდება, ვინაიდან მუქრება ძალიან ბინძურად, რომ თითქოს საქართველო ბრუნდება სამოქალაქო ომის პერიოდში, სიბნელეში, რაც ყველანაირი საზღვარც ხდება და აბსოლუტურად მიუღებელია ელჩისგან ესეთი რიტორიკის მოსმენა და შემდეგ არ უნდა უყვირდეთ იმ ევრობიუროკრატებს, რომ ქართული ხალხის განწყობა ძალიან იცვლება. ევროკავშირის ელჩის გზავნილები საქართველოში რომ ევროსკეპტიციზმს აღვივებს, ამაზე ოპოზიციის ერთი ნაწილიც თანხმდება. ძალადობა სამოქალაქო ომი და სიღარიბე პაველე ჰერჩინსკიმ ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ამ ფორმით მან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრიუსელის გადაწყვეტილებები დაანონსა. სწორედ ამაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი, რომ ახლა არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის ნაბიჯებს ვიხილავთ, არამედ დამანგრეველი ძალის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბრიუსელში, რომელშიც მოყვება აი ამ ნანგრევებში მოყვება მთლიანად ქართული ოცნება. გულისხმობ და რამე გარკვეულ შეზღუდვებს თუ აი რას გულისხმობ? არა მხოლოდ სანქციებს, მათ შორის იქნება სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, იმიტომ რომ შეიძლება, რა ვიცი, ჩვენ მთავრობა არ მოსწონდეს ევროკავშირს და ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტობრივად ასეთი განცხადება არ მგონია, რომ ქართულ ხალხის თვალში ეს რაც გააუმჯობესებს ევროკავშირისთან დამოკიდებულებას. ამიტომ ალბათ უკეთეს იქნება, რომ ამ შემთხვევაში ელჩმან განმარტება გააკეთოს. რის საფუძველზე ემუქრება ევროკავშირის ელჩი საქართველოს, როდესაც წინაპირობები არ არსებობს, გაუგებარია უმრავლესობისთვის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატები ახლა უკვე ქართველი ხალხის დაშანტაჟებას ცდილობენ, თანაც ისეთი გაუმართლებელი საკითხებით, როგორიცაა სიღარიბე და სამოქალაქო ომი. უმრავლესობის თქმით, ასეთ ultimatums ვერ წაუყენებ ქვეყანას, სადაც სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებშია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და სტაბილურობა. ადრე იყო ხალხს ეძახდა მხოლოდ მათ, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო გამოსული. ეხლა მთელ საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებად საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც სწორედაც დაკავშირებულია სისხლის ზღვრასთან და ეკონომიკურ გრევასთან. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც აგერ ჰერჩინსკიმ დახატა. ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა, ისინი ქართულ ხალხს არ იცნობენ. ერთმანეთის სისხლის დაღვრაზე გველაპარაკებიან. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და თქვათ რაღაცა ბლოკირება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ამ თემაზე ლაპარაკი. პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა სამოქალაქო. ეს არის ყოველად დაუშვებელი. პოლონელი დიპლომატი, რომლის არაერთი განცხადებაც პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი გახდა, საქართველოში მისიას 2022 წლის სექტემბრიდან ასრულებს. ევროკავშირის ელჩის მანდატი პაველე ჰერჩინსკის რამდენიმე თვეში ეწურება. რევოლუციის მასწავლებელი პრაღიდან იგორ ბლაჟევიჩის პირდაპირ ეკავშირები ქართულ ოპოზიციასთან და ღია მხარდაჭერა იმ აქტივისტებს, რომლებიც თბილისის ცენტრში კიევის მაიდნის განმეორებით იყვნენ დაკავებული.
პრაღის სამოქალაქო ცენტრის თანამშრომელი შეშფოთებული იყო ზვიად ცეცხლაძის დაკავებით, რომელიც დემონსტრანტებს სპეცრაზმის წინააღმდეგ მოქმედების ტაქტიკას ასწავლიდა. მხარდაჭერას უცხადებდა ნიკა გვარამიას, რომელიც ამ დრომდე უარყოფს ბლაჟევიჩთან ნაცნობობას და მუდამ პოზირებდა სალომე ზურაბიშვილთან ჩეხეთში და ექს-პრეზიდენტის ციტატებსაც აზიარებდა სოციალურ ქსელებში. ეს ყველაფერი ღია წყაროებში იძებნება, თუმცა არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ჯერ არ არის გასაჯაროებული. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერები. ჩეხი რევოლუციონერის და ქართული ოპოზიციის ახალი ინსტრუქტორის სქემა გაშიფრულია. გამოძიება ჯერ გრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სპეცსამსახურმა გამოძიების დასრულებამდე გაასაჯაროოს ბლაჟევიჩის და მისი კონტაქტპერსონების ფარული ჩანაწერები. ვინც იქნება გამოვლენილი ქაოსის შემოტანაში და არეულობის მოწყობაში ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დაიჯება კანონის სრული სიმკაცრე. ლევან მაჭავარიანი იმ აქტორებს აფრთხილებს, რომელთაც გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში რევოლუციის მოწყობა იგორ ბლაჟევიჩის სცენარის მიხედვით აქვთ დაგეგმილი. მით უმეტეს, რომ დამტკიცდა იმ ცნობების უტყუარობა, რომლის თანახმადაც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერი ოპოზიციას გეგმას უწევს და თან ატრენინგებს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე ამახვილებს. სისხლის სამართლის საქმეში უკვე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის ჩანაწერები, რაც ხელისუფლების ოპონენტებისა და ბლაჟევიჩის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს. ჩვენ რაც ვიცით, რა თქმა უნდა, თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არის ის, რომ ეს ადამიანი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ატრენინგებდა რადიკალებს, არამედ კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აწვდიდა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს ახალი არ არის, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ აკერმანი, ვიხილეთ კანვასის ტრენინგები, ვიხილეთ მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი და ახლა ბატონი ბლაჟევიჩი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და შესაბამისად ისინი დააზღვევენ ნებისმიერ რისკს, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იგეგმებოდეს. ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი? უკვეთვეებია, რაც ჩეხეთის ერთ-ერთი NGO-ს აქტიური ლიდერი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ირიბად ჩაერთო. ის მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე პროტესტს და აკრიტიკებს გამჭვირვალობის კანონს. სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომი მასალებით ირკვევა, რომ ბლაჟევიჩი ღია მხარდაჭერას უცხადებდა ნიკა გვარამიას. შეშფოთებული იყო ზვიად ცეცხლაძის დაკავებით, რომელიც თბილისში მაიდნის განმეორებას აანონსებდა. ბლაჟევიჩი იყო სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტების უშუალო მონაწილე. ხშირად ხვდებოდა მას და შემდეგ ციტირებდა ზურაბიშვილის განცხადებებს. თინა ხიდაშელს მოიხსენიებდა პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის სპიკერად. შემდეგ კი აღნიშნული ორგანიზაცია ჩეხეთისგან ითხოვდა ეროვნულ დონეზე საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას. ასევე ინტერნეტში ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სწორედ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ქართული NGO-ების დასაფინანსებლად და გასაძლიერებლად. ამ ყველაფრის ფონზე კი ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ადამიანს, რომელიც ღიად მათ მხარს უჭერს და ევროკავშირის ტერიტორიაზე საკმაოდ გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს, არც კი იცნობენ. ნაციონალურ მოძრაობაში ბლაჟევიჩის გავლენებს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ ბევრად კარგი სტრატეგიკოსები ჰყავთ. ნიკა გვარამია კი ჟურნალისტებს სთხოვს ამ კაცზე არაფერი ჰკითხონ. მაკაცი ნუ მეკითხებით, არ ვიცი ვინ არის. არ ვიცი, არც ბლაჟევიჩი არ ვიცი. არ ვიცი წარმოდგენა ვიზეც არ მაქვს იმას რა. ჩვენ ინსტრუქტორები არ გჭირდება მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ჩვენს მებრძოლ გუნდთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას, არ გჭირდება არავის ინსტრუქციები, იმიტომ რომ ჩვენ გუნდში არის საკმარისი გამოცდილება, საკმარისი ხედვა იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს ეფექტიანი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმა დიდი ხნის გაშიფრულია. კანონმდებლების განცხადებით ეს არის მორიგი სცენარი, რომელიც კვლავ მარცხისთვისაა განწერული. დეპუტატები ერთის მხრივ სუსის გამოძიების დასრულებას ელოდებიან, მეორეს მხრივ კი ხაზგასმით აღნიშნავენ რევოლუციური სცენარების აღკვეთის პროცესში სამართალდამცავების როლს, რომელთაც საფრთხის განეიტრალება ლოკალურად შეუძლიათ. თვითონ ვერ გარკვეულად შიგნით რა უნდათ. ამიტომ ვეუბნები მათ პატრონებს იქ, ამათთან საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს. რომ ამ ხალხის იმედზე თუ აპირებთ აქ სამოქალაქო ომს და რევოლუციას, კარგად ყოფილა თქვენი საქმე. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. გარდა კისერის მოტეხილსა თუ ამ ნაბიჯებს გადადგა. ჩვენ გვახსოვს ეხლა ხანს იყო კანვასი ატარებდა ტრეინინგებს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ახალგაზრდა პოლიციელი. აკერმანიც ზუსტად ეგეთი. აკერმანი გარდაიცვალა, ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა საქართველოში ამ შიდა ექსტრემისტების და ბლაჟევიჩის მენტორების კავშირი არის სწორედ ის ბნელი საქმიანობა, რომელსაც უახლოეს პერიოდში მოეფინება სინარჩუნე.
იგორ ბლაჟევიჩისა და ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კავშირებზე ინფორმაცია 16 აპრილს გავრცელდა. ხელისუფლების ოპონენტები ცნობებს დღემდე უარყოფენ, თუმცა არსებულ ფაქტებზე და მიმდინარე გამოძიებაზე არაფერს ამბობენ. საქართველოს რჩება საკვანძო სატრანზიტო სახელმწიფოდ, რაც მას ევროკავშირის გაზმომარაგებისა და უსაფრთხოების მთავარ საყრდენად აქცევს. სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე და გეოეკონომიკურ ძვრებზე ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს ევრონიუსი. სტატიაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ტრამპის მარშრუტის პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე გადადიან. მასშტაბური პროექტი კი პირდაპირ ეყრდნობა რეგიონის სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, სადაც საქართველოს ცენტრალური დამაკავშირებელი რგოლის სტატუსი აქვს. ევრონიუსი აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარე მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებას და ქვეყნის უსაფრთხოების დასავლურ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ყალიბდება სამხრეთ კავკასიის საკვანძო რგოლი, უფრო ფართო. შუა დერეფანში ის ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის გაზის იმპორტზე დამოკიდებულებამ 85%-ს გადააჭარბა, სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპული ენერგომომარაგების უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა. ევროკავშირი და აზერბაიჯანი ასევე ავითარებენ მწვანე ენერგიის სამდერეფანს ევროპაში განახლებადი ელექტროენერგიის მისაწოდებლად, რაც 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ეფუძნება. ეს დერეფნები მიზნად ისახავს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიით ფართომასშტაბიანი ვაჭრობის შესაძლებლობას. საქართველოს როლი ზოგადად არის ძალიან კონკრეტული. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ სწრაფი საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რაც დღეს არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ლოგისტიკაში და აქ არგუმენტს და სწორედ ამ არგუმენტს ამყარებს ევროკომისიის დაკავშირებადობის კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ შუა დერეფანი არის სწორედ ევროპა-აზიის დასაკავშირებლად აუცილებელი და მისი ფუნქციონირება ჩვენი ქვეყნის საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს როგორც საერთაშორისო ლოჯისტიკური ჰაბის როლი სპარსეთის ყურის კრიზისის გამო ყოველდღიურად იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ რაც უფრო გაჭიანურდება კონფლიქტი, მით უფრო გაიზარდოს აზიიდან და ევროპიდან მოთხოვნა ქართულ დერეფანზე. ამის ერთ-ერთი დასტურია შეერთებული შტატების ომის მინისტრის პიტ ჰექსეთის დღევანდელი განცხადება, რომ ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას არ ჩქარობს. ირანული პორტების ბლოკადა კი უკვე მწვავედ აისახება ევროპის ენერგომომარაგებაზე. ომი გაჭიანურდა, მოხდება თუ არა გარღვევა მოლაპარაკებებში. ჰორმუზის სრუტე ისევ პარალიზებულია, ნავთობის ფასები იწევს, დეფიციტია სასუქის, რასაც საერთო ჯამში კატასტროფული გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. შეძლებს თუ არა პაკისტანი მხარეების დაზავებას, ყველა მოლაპარაკების მეორე რაუნდის მოლოდინშია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უკვე გაემგზავრა ისლამაბადში. პაკისტანში ჩადის ამერიკული დელეგაციას, თუმცა ამჯერად მას არ უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი. ამერიკულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოადგენს სტივ ვიტკოფი და ჯერარდ კუშნერი. ტრამპი ამბობს, რომ არსად არ ეჩქარება და თვლის, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის და არა ამერიკისთვის. თეთრ სახლში სამხედრო მოქმედებების ახალი გეგმა პენტაგონმა წარადგინა. მედიის ინფორმაციით მაგიდაზე დევს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუ ირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაარღვევს, ამერიკელი სამხედროების მთავარი სამიზნე ჰორმუზის სრუტეში გუშაქთა კორპუსის საზღვაო ძალები გახდება. სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად დარტყმები განხორციელდება ისლამური რესპუბლიკის იმ ლიდერებზეც, რომლებიც შტატებთან მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებიან. ეს არის გაბედული და სახიფათო მისია საჩუქარი მსოფლიოსთვის, რომელიც მამაცი და ისტორიული პრეზიდენტის დამსახურებაა. პროცესი დღეს ახალ ფაზაში გადადის, სადაც თეირანს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება მოუწევს. მათ ეძლევათ შანსი დათანხმდნენ გონივრულ და სამართლიან შეთანხმებას. ირანის დასუსტებული სამხედრო მანქანა, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, სახელმწიფო სიმბოლიკას ამოფარებულ მეკობრეთა დაჯგუფებად იქცა. სამხედრო მოქმედებების შეჩერების სანაცვლოდ შტატების პრეზიდენტი ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გარიგებას სთავაზობს. შეთანხმების მთავარი პირობაა, რომ თეირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარი სამუდამოდ თქვას. ცნობილია ისიც, რომ დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა. მათი სამხედრო საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ყველა საზენიტო დანადგარი მწყობრიდან არის გამოყვანილი. შესაძლოა ორკვირიანი პაუზის დროს მარაგი მცირედით შეავსეს, თუმცა თუ ასეა, ამასაც ერთ დღეში გავანადგურებთ. ჩვენ უდიდესი სამუშაო შევასრულეთ. მათი ლიდერები განადგურებულნი არიან. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი. ეს ყველაფერი სწორედ ამ იარაღის გამო ხდება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ატომური ბომბი და არც ექნებათ. თეირანი კი ვაშინგტონს კონფლიქტის დასრულების საკუთარ პირობებს უყენებს. სიაშია ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების სრულად მოხსნა, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნება და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა თეთრი სახლი რომელიმე პირობასთან შედგება თუ არა ისლამაბადში მხარეებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში მიემგზავრება. ეს პაუზა დროებითია, თუმცა უცნობია რამდენ ხანს გასტანს. ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. ამ ეტაპზე ბირთვული საკითხი ვეღარ იქნება მოლაპარაკებების მთავარი თემა. დღეს მთავარი ამოცანა ომის ისე დასრულებაა, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები სრულად იყოს დაცული. ჩვენ თავიდანვე განმოცხადეთ ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდით, თუ ის ომის სრული დასრულების საფუძველი გახდებოდა. საკუთარი პოზიცია კონფლიქტის კიდევ ერთმა მონაწილემ დააფიქსირა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ირანთან ომის გახანგრძლივებისთვის მზადაა და საკითხზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდება. ველოდებით მწვანე შუქს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რათა უპირველეს ყოვლისა ბოლო მოვუღოთ ჰამენეის დინასტიას, რომელიც ისრაელის განადგურების გეგმის ინიციატორია. ეს ეხება ირანის ტერორისტული რეჟიმის მმართველობის მემკვიდრეებსაც. ჩვენი მიზანია ირანის ბნელ და ქვის ხანაში დაბრუნება, ძირითადი ენერგეტიკული და ელექტროობიექტების აფეთქებისა და ეროვნული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრული განადგურების გზით. მხარეებს შორის დაპირისპირების ფონზე ამ დრომდე პარალიზებულია მოძრაობა მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში. მედია წერს, რომ მას შემდეგ რაც ირანის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების დაკავება დაიწყეს, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასმა ბარელზე $106 გადააჭარბა. ჯაშუშობის ბრალდები დაკავებულ მამაკაც პატიმრობა შეეფარდა აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მანამდე კი პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ პირს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიების თანახმად ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის მონაცემებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სტრატეგიული ობიექტების შესახებ. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯაშუშობის ფაქტზე გრძელდება, რაც სასჯელის სახეთესა ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით გრიგორიადისიც ხელკვალზე მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს მოკლედ დაემუქრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინა პატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან და 1 წლამდე პატიმრობით. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი 2 წლის წინაც იყო დაკავებული საპროტესტო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო. მის ჯილი ჰქონდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მოგვიანებით ის სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მანქანა, ხელბარგი და ჯიბე, 3 ფაქტი და 3 დაკავებული. პოლიციასა და საბაჟო სამსახურს უკვე ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თურქეთიდან მწვანე ფერის ოპელის მარკის ავტომობილში ნარკოტიკი იყო დამალული. სარფის საბაჟო სკანერით შემოწმების შედეგად პოლიციამ წინა საბურავიდან 247 აბისუბოქსინი ამოიღო. საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა გაცილებით მარტივი გზით სცადა 38 წლის მამაკაცმა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებებით დააკავეს. ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი ბათუმში აღკვეთეს, დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სამალავებში მეტადონს დებდა. წინდაში გახვეული 247 აბისუბოქსინი საბურავთან მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს. მწვანე ფერის ავტომობილი სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე თურქეთიდან გამთენიისა შევიდა. დაკავებულია მძღოლი 66 წლის მამაკაცი. ნარკოტიკის სამალავად გამოყენებული ავტომობილი კურიერმა გადაიღო. მანქანა დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა.
247-აბის სუბოქსინის კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. საეჭვო ავტომობილი მებაჟე ოფიცრებმა ჯერ დეტალურად დაათვალიერეს, შემდეგ კი სპეციალური სკანერით შეამოწმეს. სარფის მებაჟე ოფიცრებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ცდელობის ფაქტი აღკვეთეს. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ ყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად წინა საბურავის ზედა საფარში მარულად განთავსებული 247-აბი ნარკოტიკული მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნარკოტიკის საქართველოში გავრცელებას გეგმავდა 38 წლის მამაკაციც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი რეისით საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა. შემოწმებისას მგზავრს 169-აბი სხვადასხვა ნარკოტიკი სხეულზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული. მათ შორის იყო პრეგაბალინი და სუბოქსინი, ასევე ფსიქოტროპული საშუალებები. საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლენილი იქნა სხეულზე მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 169 კაფსულა მედიკამენტი, რომელთა შორის იყო ისეთი აკრძალული პრეპარატები, როგორებიც არის პრეგაბალინი, სუბოქსინი და ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი. საქმის მასალების შემდეგი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე მოიპოვეს. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი და ხელვარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია მალულად მოთავსებული 247-აბი სუბოქსინი. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. კურიერის ინფორმაციით 25 წლის ქალი დაფასოებულ ნარკოტიკს სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ტოვებდა. ახალგაზრდა ქუჩაში შეაჩერეს და გაჩხრიკეს. კურიერის ინფორმაციით ჯიბეში 30 შეკვრად დაფასოებულ მეთადონს მალავდა. საგამოძიებო მოქმედებები მის ნაქირავე ბინაშიც ჩატარდა. კურიერის ინფორმაციით დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საპოლიციო ღონისძიებები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს უწყლოდ რეჟიმში განაგრძობენ. ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი 20 წლამდიან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს. ფრანგული რივიერა, წითელი ხალიჩა და ბრძოლა ოქროს პალმის რტოსთვის კინოსამყარო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი სამზადისშია. კანის რიგით 79 კინოდაჯილდოებაზე წელს მთავარი საკონკურსო პროგრამაში 21 ფილმი მოხვდა, მათ შორის მსოფლიო კინოს ლეგენდის პედრო ალმოდოვარის მწარე შობა, რომელსაც კონკურენციას უწევს თანამედროვეობის ისეთი გამოჩენილი ორგზის ოსკაროსანი ირანელი რეჟისორი, როგორიც ასხარ ფარჰადია. ოქროს პალმის რტოს მოპოვების დიდი შანსი აქვს ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელ რეჟისორს ჯეიმს გრეის ქაღალდის ვებხვისთვის, რომელიც მთავარ საკონკურსო პროგრამაში ბოლო მომენტამდე არ იყო შეტანილი. კანის 79 კინოფესტივალი წელს ამერიკული ფილმების გარეშე ჩაევლის, რადგან უმსხვილესმა კინოსტუდიებმა, Universalმა და Warner Brothers-მა გადაწყვიტეს საკუთარი ნამუშევრები ფესტივალზე არაჩვენონ. უკვე ცნობილია, რომ საპატიო ოქროს პალმის რტო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისთვის პიტერ ჯექსონსა და ბარბარა სტრეიზანდს გადაეცემათ. კრუაზეტის სანაპირო მსოფლიო ვარსკვლავების დასახვედრად ემზადება. საფრანგეთის რივიერა კვლავ კინემატოგრაფიის მთავარ სცენად იქცევა. კანი რიგით 79 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ლევანდელი ფორუმი გამორჩეულია. აქცენტი არა ჰოლივუდურ ბლოკბასტერებზე, არამედ ავტორულ კინოზე კეთდება. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ფესტივალის გახსნის ფილმად პიერ სალვადორის ფრანგული კომედია დასახელდა.
მთავარი საკონკურსო პროგრამა ავტორების ბრძოლას უფრო ჰგავს ვიდრე უბრალოდ კონკურსს. პირველად ისტორიაში მთავარ კატეგორიაში 3 ესპანური ფილმი მონაწილეობს. მათ შორისაა როდრიგო სოროგოიანის საყვარელი ადამიანი, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგება. ფილმში მთავარ როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, რომელმაც ეს ფილმი შექმნა, ფესტივალის მთავარ სექციაში მოხვედრა დიდი პატივია. წლევანდელი ფესტივალის მთავარი ფიგურა პედრო ალმოდოვარია. ესპანური კინოს კლასიკოსი კანში ახალი ნამუშევრით წარეშობით ბრუნდება. პირველად ხდება, რომ კანის ფესტივალში 3 ესპანური ფილმი მონაწილეობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ესპანური კინო ახლა კარგ პერიოდს გადის. ფილმი ოჯახურ დრამაზე მოგვითხრობს, რომელიც დღესასწაულის ფონზე ვითარდება. ალმოდოვარი თავის საყვარელ თემას განაგრძობს: ქალის ფსიქოლოგია და დედობა. მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალს ძალიან უყვარს ალმოდოვარი, მის ფილმს ოქროს პალმის რტო ჯერ არ აუღია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის დიდ დარბაზში მაყურებლის რეაქციის ნახვა. სწორედ ეს მაძლევს ყველაზე მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფილმი. რაც შეეხება ჯილდოებს, საბოლოოდ 9 ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელებიც სრულიად განსხვავებული გამოცდილებითა და ხედვებით გამოირჩევიან და ხშირად მათი არჩევანი მაყურებლის გემოვნებას არ ემთხვევა. თუმცა ეს ყველაფერი იმ დიდი თავგადასავლის ნაწილია, რასაც ფილმის შექმნა და კანში ყოფნა ჰქვია. გამარჯვებისთვის იბრძოლებს ირანელი რეჟისორი ასღარ ფარჰადი თავისი ახალი ფრანგულენოვანი პროექტით პარალელური ისტორიები. პარიზში განვითარებულ ამ ისტორიაში მაყურებელი ისეთ ვარსკვლავებს იხილავს, როგორებიც იზაბელ იუპერი და ვენსელ კასელი არიან. თავარ კატეგორიაშია ნომინირებული იაპონელი ჰიროკაზუ კორედას ახალი ფილმი ცხვარი ყუთში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიური კინოს გავლენას. წელს საპატიო ოქროს პალმის რტო ორ ეპოქალურ ხელოვანს გადაეცემა ახალზელანდიელ რეჟისორ პიტერ ჯექსონს, რომელმაც კინო თავისი მასშტაბური ტექნოლოგიური ინოვაციებით შეცვალა და ლეგენდარულ ბარბარა სტრეიზანდს, რომლის კარიერაც მუსიკასა და კინოში 10 წლეულებსა და უამრავ ჯილდოს ითვლის. არანაკლებ ისტორიულია ჟიურის შემადგენლობაც. წელს გადაწყვეტილებების მიმღებ გუნდს სათავეში სამხრეთ კორეელი რეჟისორი პარკ ჩან ვუკი უდგას. ეს პირველი შემთხვევაა კანის ისტორიაში, როდესაც ჟიურის თავმჯდომარე კორეელი კინემატოგრაფისტია. პარკ ჩან ვუკისგან, რომელიც Old Boys-ა და Decision to Live-ის ავტორია, კრიტიკოსები ემოციურად მძაფრი და სტილისტურად გამორჩეული ფილმების მხარდაჭერასელიან. მიუხედავად იმისა, რომ წელს აქცენტი ავტორულ კინოზეა, წითელი ხალიჩა მაინც ბრწყინვალე იქნება. კანში უკვე ელოდებიან ჯონ ტრავოლტას, რამი მალეკს და ხავიერ ბარდემს. ვინ გახდება წლევანდელი ტრიუმფატორი და ვის ხელში აღმოჩნდება ოქროს პალმის რტო, 23 მაისს გახდება ცნობილი. ასე იყო დღევანდელი დღე 24 აპრილი და კურიერი 9 საათზე. კარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში გადაცემა ავტოგრაფი დაიწყება. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ორ შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.